ვაჟა ფშაველა დიდი ქართველი პოეტის ლუკა რაზიგაშვილის ფსევდონიმია. ვაჟა მას უწოდა პეტერბურგში ყოფმა ამხანაგმა დიმიტრი ცისხარიშვილმა. ვაჟას სახელს თვით ფშაველები იხმარებენ ბიჭის სახელით, ბიჭს მიმართავენ ვაჟას. შემდგომ დიმიტრიმ ფშაველას დაუძახა, ხან ფშაველას ეძახდა, ხან ვაჟას ეძახდა, მაგრამ ბოლოს გააერთიანა ვაჟა ფშაველა. თვითონ პოეტსაც მოწონებია ეს ფსევდონიმი და შემდგომ 86 წლიდან თავის ნაწერებს აწერს ვაჟა ფშაველას. ვაჟა თავისი შემოქმედებით ცნობილია როგორც ბუნების მგოსანი. მას უმეტესწილად დაწერილი აქვს ლექსები, მაგრამ ბევრი დაწერილი აქვს აგრეთვე პატარ-პატარა მოთხრობები და ძვირფასი პოემები. როგორც არტურ ლეისტი აღნიშნავს, როგორც ფრიგიის მეფემ მიდასი ხელის შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდაო, ასევე ვაჟა ფშაველა თავისი კალმის შეხებით ყველაფერს პოეზიად აქცევს. თვით ვაჟა ამბობს, უსულო საგნებს სული ჩაუბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა და როგორც მეფე გავათამამე მწირი ბალახი იმ მთის შვილისა. ვაჟა განსაკუთრებით მის შემოქმედებაში ხატავდა ფშაველი ხალხის ცხოვრებას. მისი პოემები ძირთადად აგებულია ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე. ჩვენ რამოდენიმე პოემას განვიხილავთ ახლა, საგვირელია და მინდა რომ უპირველეს ყოვლისა შევეხო სტუმარ მასპინძელს. სტუმარ მასპინძელი თავისი შინაარსობრივად და როგორც ფორმის მხრივაც ძლიერი ნაწარმოებია. მე მინდა გითხრათ ამ პოემის პირველი თავი. ღამის წყდიათში ჩაფლული გამტკნარებული სახითა მოსჩანს ქისტეთის მიდამო სალის კლდეების ტახტითა, ბნელ ხევზე მოჰყებს მდინარე გულამღრეული ჯავრითა, გადმოხრილიყვნენ მთანიცა ხელპირსი ბანდენ წყალზე და ძმრის კვლელი სისხლის ყურია კაცი რამ მიდის გზაზე და გზას ვამბობ თორემ რა გზა ვიწრო ბილიკი კლდეზე და სავალად მეტაძნელია ფეხსძლივ აცილებს ფეხზე და გაღმას ჩანს ქისტის სოფელი არწივის მუდესავითა, საამო არის საცხერლად დიაცის უბესავითა. სოფლის თავს ძინავ შავს ნისცა დაფიქრებული სახითა, ყურს უგდებს არემარესა გულ ლაღობს სანახავითა. სტუმარი ცოტა ხანისა ხვალ სხვაგან წავა აქითა, წავა გადივლის გორებსა ქედერებსა ყინულიანსა, აბნელებს უხილავად ხის ქვეყანას ხილულიანსა. თუ მონადირეს ატირებს გზა და კარგულსა კლდეშია, ალაღებს მგელსა და ქურსსა მოარუთ სიბნელესია. აი როგორი ძარღვიანი ენით ლაპარაკობს ქისტეთის მიდამოზე, ქისტეთის სოფელზე დიდი ვაჟა. თვალწინ ვინც მთაში ყოფილა, იმას თვალწინ წარმოუდგება ხეობა. ამ ხეობის გამოღმა არწივის მუდესავეთ სოფლები გაშენებული და ხშირად სოფლის თავს კი შავი ნისლი. ეს არის პირველი თავი, სადაც მოცემული არის ბუნების სურათი, პოეტს გამოყენებული აქვს სხვადასხვა მხატვრული ხერხი, ჰიპერბოლა, მეტაფორა, შედარება საგვირელია ძლიერი ხერხია თვითონ ვაჟას
შემოქმედებაში. ამბავი გრძელდება. სევიდამ ვიღაც უცნობმა კლდის ლოდი გადმოაგორა, გზაურმა შეხედა პირაღმა წინ უდგას მაღალი გორა. ყურს უგდებს ცოტა ხნის შემდეგ მოესმის ქვიშა ჭრიალი, გზაური 1000 მარჯვებს მტერი არ იყოს ტიალი. ხედავს რომ მოალაჯუნებს კაცი ორ კაპის ჯოხითა, შავი რავ მოსთრავს პირთავ ქვიშა ქანავდა იმითა. ეს აღმოჩნდა მონადირე აღმოჩნდა, რომელსაც ქრისტევის სისხლი აქვს. მოკლული ყავს თვით ამ შემხვედრი გზავრის მონადირის, შეიძლება ასეც ვთქვათ, მონადირის ძმა ყავს მოკლული. ამიტომ სახელს დაუმალავს და ეტყვის რომ ნუნუამ ქვია სახელით. ხოლო ეს პირველი მგზავრი ეტყვის სიმართლეს, ჯოყოლა ქვია სახელით, ალხასტაისზე გვარადა. არ მოგვიხდება ერთ სურთში სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა. საღამო ხანია და ამიტომ ჯოყოლა მიპატიჟებს სახლში, მას მოკლული ყავს ჯიხვი. ჯერ შესთავაზებს რომ გაუნაწილოს მას, ნახევარი მისცეს, მაგრამ გზავრი ამბობს თავს არ ვაკადრებ ამასა, გიშველი ჯიხვის ჟიდვასაო. და შემოატყავებენ ნადირს და მივიდნენ, სოფლები დაჩნდა, აქა-იქ ყეფენ ძაღლები, კარებში ისქირებიან ცნობის მოყვარე ბალღები. დაეტყო ცხადად მკრდის მსგავსად სიპით ნაგები სახლები. აი ეს ჩემი ოჯახი, ჩემი ციხე და სახლია, მობძანდი როგორც ძმა-ძმასთან, ნათლი მამასთან ნათლია. ცოლს დაუძახებს ჯოყოლა, გამოიხედე კარშია, ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია. გამოჩნდა ქალი ლამაზი, შავი ტანსაცმლით მოსილი, როგორაც ალყატანადი ვარსკვლავი ციდან მოსლილი. სტუმარს სალამი მიართო, სტუმარო მოხვედ მშვიდობით, შენად მშვიდობა სიცოცხლე თავის ქმნითა და წილობით. სტუმარს აბჯარი წაუღო, მიპატიჟეს შინაო, მისდევდა უკანა ჯოყოლა მიდის წინაო, თან მისდევს სვიადაური ძმობილი გაიჩინაო. ჯოყოლას სახლში სტუმარია მეზობელი, იმან იცნო სვიადაური როგორც მტერი ქრისტებისა. ამიტომ აღელდა, მაგრამ სხვის სახლში ვერ გაშლის ხათაბელასა. წავიდა სოფელში, ჩამოიერა და ყველას გააგებინა. ჯოყოლას მიერ ამ მტრის სტუმრობა. ჩანს რომ ჯოყოლა ვერ იცნობსო, ხამით ესხმიან თავს. ჯოყოლა გაუწევს წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა რომ მისი ძმა ყავს მოკლული, მაშინ ეუბნებიან რომ დარლა ქვია სახელი ჯოყოლას ძმას, ამან მოკლა არყიანებში თოფითაო. წაიყვანებენ ზვიადაურს და სასაფლაოზე დაკლავენ ჩვეულებრივ, ესად ხონიათ რომ შეწირავენ გარდაცვალებულს. მაგრამ არ შეშინდება ზვიადაური, იძახის სანამ მოჭრიდან თავს, ძაღლიყოს თქვენი მკვდრისადა. ვინაიდან ასე იძახის ის, არ შეეწირება შაველების ჩვეულების ამებ. ამიტომ დააგდებენ იქვე, რომ კვლავ ორნებმა შეჭამონ. ამ სურათს აღაზა უყურებს. მას ეცოდება და ენანება ეს პიროვნება. ამავე დროს რომ ვაჟკაცი არის და არ შეტრდა ეტავი იმას
ვინაცა მაგის მკლავზე დაწვებოდა, ქმრის ტრფობა გაუცდებოდა, ასეთ კაცო. შემდგომ მეორე დღეს მიდის კიდევ ყვავყორნებს აფრთხობს, გაიგებენ ხევსურები, რომ ზვიადაური მოუკლავთ ქისტებს და დაესხმიან თავს. აღაზა ეუბნება თავის მეუღლეს, რომ გავიდეს და მშაველებთან ერთად იბრძოლოს ხევსურების წინააღმდეგ, მაგრამ ეუბნება, რომ არ გამოიულებენ მე ახლოს მაგინი, მაგათ მე მოღალატე ვგონი ვარო, ამიტომ ცალკე უნდა ვიომო, თელმა ჯარე გამონახოსა, ვინ ერთგულია, ვინ არა, ქვეყანამ დაინახოსა და ამ ბრძოლაში ჯოყოლა იღუპება, მარტო დარჩენილი აღაზაც იზოლებული ხდება, ყველა განუდგა მაშინ ამ გვერდზე და თავს იხსჩობს წყალში. ამით თავდება პოემა საერთოდ, მოკლედ მოუხაზეთ ეს, მაგრამ მწერალს რა უნდა თქვას ახლა, მწერალს გულს უკლავს ის გარემოება, ადრეც თვითონ ვაჟა-ფშაველას როსაც სისხლის აღების ტრადიცია იყო და ეს იყო მავნე ტრადიცია. სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაც იყო და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია დაიცო ჯოყოლამ. ეს უფრო პროგრესული ტრადიცია, ვაჟა შეტრფის მას, რომ თვითონ ჯოყოლა ვაჟა-ფშაველა, ჩვენ შემდგომ ვიტყვით, ყველა მთავარი მოქმედი პირი პროგრესული აზრისა, რომელიც ამაღლდა საერთოდ ხალხზე ამაღლდა ზევით, ეს თვითონ ვაჟა-ფშაველა. ვინაიდან ასეთი გარემოება იყო ადრე და ვაჟა ხედავდა ამას ხალხურ სიტყვიერებაში და მის დროსაც გრძელდებოდა ეს მახინჯი ტრადიცია და ამის ზიანი მოქონდა ქართველი ხალხისათვის, ამიტომ პოემის ბოლო თავში ასოცხლებს ამ მოქმედ პირებს, იმ კლდის თავსაცა ჯოყოლა ხევსურთა მოკლდეს ბრძოლაში, ღამ-ღამ ხედავენ სურათსა ზვავისგან ნაგალს გორაში, კლდის თავს ადგება ჯოყოლა, სასაფლაოსკე იძახებს, ზვიადაუროც მობილო, რადარ მაჩვენებ შენ სახეს, სასაფლაოდან წამოვა აჩრდილი ფარხმალიანი, გულზე უწყვია მკლავები სამკლავიანი, მივადა მიესალმება თავის მობილსა მდუმარედ, იქვე აღაზა წამოდის სახე მოწყენით წუხარედ, ენთება ცეცხლი მათ გვერდით, გრთალადა ბჟუტავს მთაზე და იმათ მასპინძლობს აღაზა ჯიხვის მწვადს უწვავს ალზე და თვალი ვერ ძღება ცხერითა, როცა ამ სურათს ხედავსა, მაგრამ გაჩნდება ჯანღირამ ყრუმად შავი ფერისა და ეფარება სანახავს წერა მწერელის წერითა, არ დაიმტრევა კვერითა, ვერ შეულოცავს მლოცავი, არა იხდება ხელითა, მხოლოდ მდინარის ხმა იხსმის, დავლა მიქაჩავს ხველითა და უფსხრულს დაასწრებს პირიმზე მოღერებული სყელითა. მხოლოდ ვაჟა შეეძლო ეთქვა მდინარისათვის, დავლა მიქანავს ხველითა. ხედავთ, ხველა როგორ შეუძლია მდინარეს, მაგრამ როგორ პოეტური ხერხით ამბობს, დაუფსხრულს დაასწრებს პირიმზე მოღერებული სყელითა. ალბათ აქ აღაზას გულისხმობს პოეტი. საერთოდ ეს ყვავილი მის შემოქმედებაში ხშირად არის ნახმარი.